აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჯგუბურიას, აფხაზეთის 21 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ოთარ აძიმბაიას, ლანა ჯოლოგუას და ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის რევაზ წულაიას ერთობლივი ინიციატივით ფოთში აფხაზეთის მკვიდრის, უდიდესი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიება უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. კაბინეტის მუშაობის პრიორიტეტული მიმართულება აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა იქნება. აფხაზეთის ისტორიის კაბინეტს სათანადო ფუნქციონირებისათვის გადაეცა საჭირო და იშვიათი გამოცემები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, პოლიტოლოგიის საკითხებზე, ასევე დოკუმენტური ფოტომასალები. კაბინეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, ფოთის ადგილობრივი ადმინისტრაციისა და აფხაზეთის 21 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა. შეხვედრის ბოლოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წაიკითხა ლექცია აფხაზეთის თემაზე და შეკრებილ საზოგადოებას გააცნო აფხაზეთის ისტორიის კაბინეტის ფუნქციონირების პერსპექტივები. ჩვენ დღეს გავხსენით ამ დიდებულ სკოლაში აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი, რომელიც აკაკი ჩხენკელის სახელს ატარებს. ჩამოვიტანეთ გარკვეული ლიტერატურა, იყო ძალიან თბილი და ლამაზი შეხვედრა, ბავშვებმა გამართეს ძალიან ლამაზი კონცერტი და ბოლოს ღონისძიება დასრულდა ლექციით აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე უძველესი დროიდან მე-10 საუკუნემდე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი კაბინეტები უნდა არსებობდეს აფხაზეთის ყველა სკოლაში, ყველა საჯარო სკოლაში და თუ შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა სკოლაში. ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე. ეს საპილოტე პროგრამა პირველად საქართველოში და მით უმეტეს აფხაზეთის დევნილთა სკოლებში განსაკუთრებულად დაიწყება ფაკულტატური სწავლება აფხაზეთის ისტორიის. უმთავრესი მიზანი გააჩნია ეს არის ამ თემის წინ წამოწევა და საქართველოს მასშტაბით ამ თემის აქტუალიზაცია. ეს თემა მარადიულია აფხაზეთის საქართველოა, ხოლო აფხაზეთის საქართველოა მისი ისტორიის გარეშე ეს წარმოუდგენელია. პროექტს მე ხელმძღვანელობდი პირადად, დიდი ხანია ამაზე მე მუშაობ აკაკი ჩხენკელის ბიოგრაფიაზეც, რომელიც კვეთაში აფხაზეთის ისტორიასთან, თანამედროვე ისტორიასთან, თანამედროვე 21 საუკუნის ისტორიებთან და განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის პირადად ამ საქმის განხორციელებას. რაც შეეხება თვითონ კაბინეტს. კაბინეტი არის ჩვენს პირობებში, არსებულ პირობებში და პირველივე ნაბიჯები არის საოცრად მაღალი სტანდარტის, ფიზიკურად დიდი კაბინეტი, კეთილმოწყობილი, გადაეცა ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პირადი შემოწირულობების წიგნები. შემდგომში ალბათ ეს საქმიანობა გაგრძელდება.